სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ასეთ დღეებში მზალზე ძნელია გადაგება ღვთის სიტყვის წარმოთქმა. აი გუშინაც 12 სახარება როცა იკითხებოდა სურვილის გიქრება, რა ყველანაირი სურვილი რაიმეს თქვა, იმიტომ რომ ყველაფერი ნათქვამია. მithumetes როცა წმინდა წერილს ვკითხულობთ, განსაკუთრებული საკითხავებია, განსაკუთრებული განწყობა მადლია განსაკუთრებული. ასე დროს სიტყვა უძლურია, მithumetes როცა ჩვენ სიტყვას რომელიც შონდა სავალდებულოდ დღეს წარმოვთქვათ, საეკლესიო განწესებით არის ასე მოცემული, როცა თქვათ ვალდებულია სიტყვა წარმოთქვას, როდესაც ჩვენ სიტყვას სავალდებულოდ წარმოთქმულს შესაბამისი გამოცდილება არ მოყვება. გამოცდილება არა მენტალური, არა გონებისმიერი, არამედ გამოცდილება სულიერი, რომელიც ერთადერთი სიტყვით იწოდება. ეს არის სიყვარულის უნარი ღვთისა და სიყვარულის უნარი მოყვასისა, რომელიც იესო ქრისტეში გაერთიანებულია. იმიტომ რომ იგი არის სრული ღმერთი და სრული კაცი. იესო ქრისტეს წინაშე ვიმყოფებით რა ჯვარცმული ღმერთის წინაშე, ჩვენ წინაშე დასვენებული იესოს წინაშე, ვფიქრობ, ყველაზე კარგად ამ დროს ხდება ჩვენი შინაგანი სამყაროს ლუსტრაცია, როცა ჩვენ არ გვაქვს უნარი განვიცადოთ ის დიდებულება, რომელიც ჩვენ გვწამს. აქედანაც ხვდებით, რომ რწმენა ჩვენი მონაპოვარი არ არის, იგი უბრალოდ ღვთის საჩუქარია, დაუმსახურებელი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა მოგცა, იმიტომ რომ ჩვენ გვაცხოვნოს და გადაგვარჩინოს. თვით დიდი პავლე მოციქული, რომლის სიტყვებიც მე დავითნემ აღმოგვიკითხა, იგი პირდაპირ ამბობს, რომ მას არ სურს რაღაცა ბრძნული აზრებით საუბარი თავის სამრევლოსთან, ამ შემთხვევაში კორინთელებთან, ჩვენ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე პირველი თავი აღმოვიკითხეთ და მეორეს დასაწყისი. არამედ იგი ამბობს, რომ ერთადერთი რამ, რაც მე გულში მაქვს, რისი თქმაც სურს და რაც ჩემს არსებაშია, ეს არის იესო ქრისტე ჯვარცმული. და იესო ქრისტე ჯვარცმული, ანუ ადამიანად მოსული ღმერთი ჯვარცმული, ეს იმდენად დიადი და გონება მიუწვდომელი რამ არის, რომ მას არანაირი სიბრძნე არ იტევს, ვერ იტევს. და ამიტომ მას პავლე მოციქული დღევანდელ სამოციქულოში გვესაუბრებოდა სწორედ იმაზე, რომ სიბრძნე, ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე უსუსურია, იმსხვრევა, ჩვენი რელიგიურობა, ჩვენი რელიგიური გზნობები, ასევე ფაქტობრივად მათი ანულირება ხდება, იმიტომ რომ რას ნიშნავს რელიგიურობა ადამიანისა? რა არის რელიგიურობა ადამიანისა? ადამიანი ხო ყოვლის შემძლე არსებასთან კავშირს ეძებს იმისათვის, რომ ყოვლის შემძლე არსება მას ამ ცხოვრებაში, მის პირად ინტერესებში იყოს მისი შემწე, მისი დამხმარე, მისი მიზნების განხორციელებისათვის გვერდში მდგომი, ასე რომ ვთქვათ. ქრისტიანობა ხო საერთოდ სხვა რამეს გვთავაზობს. გარდა ამისა, რელიგიური ცნობები მაძლევს საშუალებას, რომ თუ რაღაცნაირად ვეცდები ცოტათი მაინც, გავხდები კარგი, მერე კიდევ უფრო კარგი, მერე კიდევ უფრო კარგი და რა თქმა უნდა ღირსი გავხდები იმ მარადიული სიცოცხლისა, რომელსაც ჩემივე ეგოისტური გზნობებისათვის შეუძლია რაღაც სიამოვნების მონიჭება, იმიტომ რომ ეს არის რელიგიური გზნობებისათვის მარადიული სიცოცხლე, რაც მე მინდა, რაც მე სიამოვნებს, რაც მე აქ მაკლდა, როგორც მე წარმომიდგენია, აი ეს უნდა მივიღო და ამისათვის კარგი ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი შევასრულე, რაც ჩემმა რელიგიურმა სისტემამ დამიწეს. აი ხშირად ასე ვცხოვრობთ ქრისტიანები და ამ დროს საერთოდ სხვა რამეს გვთავაზობს ქრისტიანობა. თავდაყირა აყენებს საერთოდ ჩვენს რელიგიურ, ფილოსოფიურ, ზნეობრივ, მორალურ შეხედულებებს. ეგოისტურს თავისთავად. უფალმა თუმცა ხაზგასმით გითხრა, რომ რა უნდა ვისწავლოთ მისგან, ეს არის სიმდაბლე, რომელიც ისეთივე დიდი საიდუმლოა, როგორც საერთოდ ღმერთი, როგორც სამყაროს შექმნა, როგორც ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს ღვთისთვისებაა. სხვადასხვა დროს ვლინდება ხოლმე მოციქულები ავლენენ ამ სიმდაბლეს პერიოდულად და რაც დაიწერა ხო სახარებაში, რომ ჩვენ სამოზღვრებლად დაიწერა, ისინი ავლენენ მანკიერებებსაც ადამიანურს. მაგრამ ავლენენ ხანდახან იმ განსაოცარ თვისებებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
და ძალიან ძვირფასია პავლე მოციქულიც ვახსენეთ წეგან. თუ როგორ სურს მას საუბარი და როგორ არ სურს რომ ისაუბროს. ჩვენ გვაქვს რაღაც ილუზია, რომ ჩვენ შეიძლება მივახციოთ სიწმინდეს, ღირსება გქონდეს, სიბრძნე გქონდეს, ასე შემდეგ. პავლე მოციქული დღესაც გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთადერთი სიწმინდე, სიბრძნე, ღირსება არსებობს, ეს არის იესო ქრისტე და ჩვენ თუ მას ვერ შევიმეცნებთ და ჩვენ თუ მას გულში არ შევუშვებთ, ჩვენ არაფერიც არ გვეცოდინება. ჩვენ ისიც კი არ გვეცოდინება, დღეს რას ვაკეთებთ და ამასაც კი ვერ მივხვდებით. რატო ვიკრიბებით, რას ვიხსენებთ? კი ბატონო, ვიხსენებთ და რას გვაძლევს ჩვენ ეს? რამდენად ცვლის ჩვენს არსებას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დაგვემართოს მეტანოია, ანუ ჩვენ უნდა შევიცვალოთ. რამდენად შეგვცვლის დღევანდელი დღე, რამდენად დაეხმარება დღევანდელი დღე ჩვენ ამ ცვლილების პროცესს, რამდენად სხვანაირები გავალთ აქედან, რამდენად სხვანაირები შევხვდებით ხვალინდელ დღეს, რამდენად სხვანაირები შევხვდებით აღდგომას განსხვავებით წინა წლებისა. გახსოვთ უფალი, როცა ჯვარცმაზე ესაუბრება ხოლმე მოწაფეებს, როგორ ვერ იგებენ ისინი. და რა უცნაურ გულგრილობას ავლენენ. შეიძლება ასე ვთქვათ, თუ ყველაზე ბრძენი ადამიანები არა, მეთევზეების შეკრება, რამდენიმე ადამიანის გარდა გაუნათლებლები იყვნენ, ისინი ხო კარგი ადამიანები იყვნენ, ეხლა, იუდასაც ხო ეს რაც დაემართა იუდას, ესეც ხო ადამიანური ბუნების საიდუმლოებაა. არ უნდა დამართოდა მას წესით ეს. მას გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე მანამდე სანამ ის მოციქული გახდებოდა, ის უღარიბესი ხარიდან იყო. ამიტომაც შეიძლება იყო მიშვეული ამ მოპარვას, როგორც მე მოციქული გვასწავლის ივანე, რომ ის პარავი იყო. მაგრამ მას პრინციპში არავინ არ აკონტროლებდა, ის შესაძლებელი ყველაფერი მასთან გროვდებოდა. ის სასწაულებს ახდენ და მას პატივს მიაგებდნენ, როცა მისგან ვიღაცები ინკურნებოდნენ. ხო რა უცნაური რამე დაემართა. ან პეტრეს რა დაემართა? პეტრე, რომელსაც ღმერთი შეეხო და ქრისტეში ღმერთი დაინახა და შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ზეონება, ცოტა ხანში რა სიტყვის, მაგ კაცს არ ვიცნობ. მაგრამ ამავე დროს მოციქულები მართლაც ადამიანურათაც შევხედოთ, უსუსურნი არიან იმ დიდებულების წინაშე, რასაც ქრისტე წარმოადგენს და წეღანას გითხარით, როცა უფალი საკუთარ ჯვარცმაზე საუბრობს ხოლმე სახარებაში. ისინი ვერ იგებენ. იმდენად ვერ იგებენ, რომ გამაოგნებლად ვერ იგებენ. თითქოს მათი გონება საერთოდ ისხლეტავს ამ მდგომარეობას. იმიტომ იყო, როცა კრეთით აღდგომის შესახებ მელესასხებლე დედები ეუბნებიან, არ ჯერათ. თომას არ ჯერა, არავის არ ჯერა. შეუძლებელი რამ იყო, თუმცა უფალი ამის შესახებ მათ ესაუბრებოდა. და გარდა ამისა, როცა უფალი მათ საკუთარ ტანჯვაზე ესაუბრება, გახსოვთ ხო იოანე და იაკობის ერთი შემთხვევა, დედამისიც რომ მიიყვანეს და შენ რო გამეფთები, ერთი შენს მარჯვნივ დავждებით, ერთი შენს მარცხნივ, კარიერას იკეთებენ. და ამ დროს უფალი მათ ესაუბრება, თუ როგორ აწამებენ და მოკლავენ. და ვერ იგებენ, ვერ აღიქვავენ. გახსოვთ ალბათ საიდუმლო სერობაზე უფლის სიტყვები, როცა ერთი ამბობს, რომ ერთი თქვენგანი მიმცემს მე. და აი აქ იყო ძალიან საინტერესო მოციქულების რეაქცია, ძალიან საინტერესოა. და ვფიქრობ, ეს იმდენად საინტერესოა და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენთვის უაღრესად სამაგალითოა. მოციქულებმა რა თქვეს? აი წარმოიდგინეთ, უფალი ზის, მათი საყვარელი მოძღვარი ზის და უცეუნება, ერთ-ერთი თქვენგანი მე გამყიდეს. ახლა ყველა მიხვდა ამას, ამაში რა იგულისხმებოდა, იმიტომ რომ დიდი ხანია ქრისტეს მოკვდინება სურთ. ესეც კარგად ჩანს, ხო, იმ სახარების სიუჟეტებში. ყველა მიცის ეს. მოციქულებმა იციან, რომ მისი მოკლა სურთ, დაჭერა სურთ და ასე შემდეგ. მარჯვე მომენტს ეძებენ ამისათვის. და ამ დროს თავის უახლოეს მეგობრებში ზის მოციქულებში და უნება ერთ-ერთი თქვენგანი მიმცემს მე. რა რეაქცია ქონათ, ხო გახსოვთ მოწაფეებს? ნუ თუ მე, ნუ უკვე მე, ნუ თუ მე ვარ ეს. ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელსაც ეს რეაქცია არ ქონა, პირიქით იონეს ეკითხება, რომელიც ყველაზე ახლოს იჯდა უფალთან, აბა ვინ არის კითხე. მაგრამ ვიცით მე პეტრემ რა ჩაიდინა, მაგ კაცს არ ვიცნობ. ანუ ეს არ იყო გარანტი ის, რომ მას ეს არ დაემართებოდა და აი თვითონ ეს სიტყვა, რომ ნუ უკვე მე, ეს არის როგორ გითხრათ, თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ხო მათზე უკეთესები არა ვართ მოციქულებზე. და ეს ნუ თუ მე ვარ და პეტრემ არ თქვა და მას ეს დაემართა მაინც, ეს ნიშნავს, რომ ჩვენში ყველაში დევს ქრისტეს ღალატის ცოდვა პოტენციაში. და აი ამ სიმდაბლიდან, აი ამ საკუთარი უღირსობის განცდიდან ღვთის წინაშე კიდევ შეიძლება იმედი გქონდეს, რომ რაღაცა დავინახოთ, რაღაცა შევიძნოთ, რაღაცა განვიცადოთ. იმ დიდი საიდუმლოების წინაშე მდგომებმა, რომელსაც
ღმერთის ადამიანად მოვლინება ქვია და მისი საკუთარი ნებით ტანჯვა ქვია, საკუთარი ნებით დაიბადა, საკუთარი ნებით იყო ჩვილი, საკუთარი ნებით ჩვილობაში იყო მოსავლელი დედისგან, საკუთარი ნებით იყო დევნილი უსჯულო მეფისაგან ეგვიპტეში, საკუთარი ნებით შიოდა. გესმით, ყველაფერი იყო საკუთარი ნებით განიცადა ღვთისაგან მიტოვებულობა, საკუთარი ნებით დაეთანხმა უკეთურ ნებას ადამიანთა და იქნა მოკვდინებული. ეს ყველაფერი საკუთარი ნებით. იმიტომ რომ ის ყოვლის შემძლეა, ის როგორც ის პიროვნება, ის სუბიექტი, რომელსაც სამყარო შექმნა. მაგრამ მეორე მხრივ ეს მართალია საკუთარი ნებით იყო ყველა და მას რომ საკუთარი ნებით უხელმძღვანელა საკუთარი თავის დაპატიმრებას. აი ესეთი განცდა გაქვს, რომ ის ხელმძღვანელობს როგორ დააპატიმრონ. დაეცემიან მუხლებზე, მოდით, ისინი გაუშვით. თქვათ იქ პეტრე ვირტუოზულად ყურს მოაჭრის, ანუ ეთყობა, ესეც კარგად იცოდა პეტრემ, მაგრამ იმასაც ყურს გაუმთელებს, ანუ თავად აკონტროლებს სიტუაციას. ვერც მოციქულები, ვერც ესე იგი ის უსჯულონი იუდას ჩათვლით, ვერა, თავად ხელმძღვანელობს ეს განცდა, ყველაფერს თავისი ნებით აკეთებს. მაგრამ ეს სულაც არ ანთავისუფლებს ჩვენს უსჯულო უკეთურ ნებას მის წინააღმდეგ მიმართულს. ღვთისადმი სიძულვის, რომელიც ჩვენს გულში იყო, მან თავისი ამ ქმედებით ბოლომდე გამოაშკარავა ადამიანთა უკეთური ნება, რომ ჩვენ ღმერთი არ გვინდა. და ეს გამოაშკარავა არა უბრალოდ ისტორიულ მომენტში, იქ 2000 წლის წინ, არამედ დღევანდელ დღემდე ხდება გამოაშკარავება ჩვენი უკეთური ნებისა, როდესაც ჩვენ ქრისტეს წინაშე ვდგავართ. მათ შორის იმათი უკეთური ნებისაც, ანუ ჩვენი რომლებსაც თითქოს და გვწამს იესო ქრისტე როგორც განკაცებული ღმერთი. მე ძალიან მინდა რომ განვიცადო ქრისტეს ტკივილი, რომელიც მან ჩემთვის განიცადა. მე განვიცადო, რაც მან განიცადა. მან ჩემთვის განიცადა. მე ვიცი რომ ჩემი ცოდვების გამო მე სიცოცხლის ღირსი არ ვარ. ფიზიკურ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ მარადილ სიცოცხლეზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიკვდილისაგან გვიხსნა, ფიზიკურ სიკვდილზე კი არ არის საუბარი. საუბარია მარადილ სიკვდილზე, მარადილ სიცოცხლეზე, სულის სიკვდილზე და სულის სიცოცხლეზე. და ჩემი ცოდვები მე ვიცი იმდენად მძიმეა, ზნეობრივი სამართლიანობის თვალსაზრისით არ ვიმსახურებ მარადილ სიცოცხლეს. და გარანტირებულად მოუკვდებოდი, ანუ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდი. მაგრამ მთელი სიდიადე ღვთის და სიყვარული ღვთის განკაცებისა და მისი ჯვარცმისა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ის, რისთვისაც მე მარადიული სიკვდილის ღირსი ვიყავი, ეს ყველაფერი თავად აიღო თავის ტკივილში, თავის ტანჯვაში და ჯვარს მეალურსმა და მარტო ჩემი კი არა, თითოეული ჩვენგანის დაწყებული ადამიანიდან ბოლო ადამიანამდე დამთავრებული, რომელიც დედამიწაზე დაიბადება. ბუნებრივია მე მესმის, ჩემი მესმის საიდან, კი არ მივხვდი ამას, ესეთი გონიერი კი არ ვარ. რწმენამ მომცა ეს არის ჩემი სარწმუნოების მიერი ცოდნა, რომელიც დაუმსახურებლად მომეცა. მე ეს ვიცი ჩემი რწმენით. ანუ მე ვიცი რომ მე მარადილ სიკვდილისათვის განწირული არსება გადავრჩი, იმიტომ რომ ქრისტეს ჩემს გამო ტკიოდა. ეს ვიცი. მე ვიცი რომ ის იტანჯა და მოკვდა და საფლავში დაიდო და ეს ტანჯვა ხო რა საშინელი ტანჯვა განიცადა და თან თითოეული ადამიანისათვის. ეს ყველაფერი ვიცი, კიდევ ვიმეორებ, ვიცი არა გამოცდილებით, არამედ რწმენით, რომელიც დაუმსახურებლად მომეცა. და ვიცი რომ იგი ჩემი მხსნელია, მე რომ ხვალ ჩავიდენ ცოდვას, ისიც კი ნაპატიები აქვს უკვე ჯვარზე. თუმცა თუ შეგნებულად ჩავიდენ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩემთვის აღარ არჩება სხვა მსხვერპლი, ანუ შეგნებულად ჩამდენი ცოდვისა უკვე სხვა მდგომარეობაში გადადის, ის აუქმებს საკუთარი თავისათვის ქრისტეს ჯვარცმას. და მარტო საზარელი მოლოდინი რჩება პასუხისმგებლობისა, საშინელი პასუხისმგებლობისა, რომელსაც ასე პავლე მოციქული ასე საუბრობს და პეტრე მოციქული საერთოდ ძაღლს და ღორს გვადრის, პირდაპირ ესე ამბობს. ჩვენ მემსგავსებით მაშინ ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს მიუბრუნდება და ღორს, რომელიც დაბანილ ღორს, რომელიც კვლავ წუმპეში გაგორდება. მე ეს ყველაფერი ვიცი თეორიულად. და ჩემი როგორც ქრისტიანის მიზანია, რომ ის რას თეორიულად ვიცი, ჩემს გამოცდილებად ვაქციო,
ჩემს განცდად ვაქციო, ჩემს სიცოცხლეთ ვაქციო, ჩემს გულისცემად ვაქციო, ჩემს სუნთქვად ვაქციო. და მე არ მქონდეს კიდე სხვა სიცოცხლე გარდა ამისა, აი ეს მინდა მე როგორც ქრისტიანს, ეს უნდა გვინდოდეს ჩვენ როგორც ქრისტიანს და ჩვენი აქ დღეს შეკრება და ის რომ ვიხსენებთ უფლის სიკვდილს და მის საფლავში დადებას, ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ის რაც რწმენით ვიცით, ამ რწმენის შესაბამისი გამოცდილებით ვიცხოვროთ და ამ რწმენის შესაბამისი მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ არ ვიყოთ ფარისევლები. და სანამ ჩვენი გამოცდილება ჩვენს რწმენას გაუთანაბრდება და ეს არის ქრისტიანობა, ეს არის სიწმინდე. როცა ჩვენ ამბობთ, როცა ჩვენ ვეზიარებით წმიდად, როცა ჩვენ სიწმინდეს, უფლის ხორცსა და სისხლს ვიღებთ როგორც წმინდანები და თუ არა როგორც წმინდანები, ჩვენ მას ვერ აღვიქვავთ, ვერ შევიგრძნობთ, ვერ განვიცდით. ამის ეკლესიას უამრავი მაგალითი აქვს. სხვათა შორის არა მარტო ძველი, არამედ მე-20 საუკუნის მაგალითებიც არსებობს, როგორ უხილავთ ადამიანებს, როცა თქვა უამრავი ადამიანი დგას ტაძარში და ეზიარება რამდენიმე კაცი 2, 3, 4 დანარჩენი ზიარების გარეშე რჩება მიუხედავად იმისა, რომ ჭამენ, ანუ ღმერთს ვერ უერთდებიან. და ეს ყველაფერი მე რომ განვიცადო და ჩემს გამოცდილებად რომ იქცეს და გაუთანაბრდეს და თუ არ გაუთანაბრდა ჩემი ქრისტიანობა არ შემდგარა მაშინ, ის მაინც უნდა შეძლო, რომ თავი არ ავიმაღლო. აი ნახეთ სიმდაბლის მნიშვნელობა. ანუ ჩემი რწმენა და ჩემი გამოცდილება არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან და ერთადერთი რაც მე გადამარჩენს და ფარისევლობას გადამარჩენს და ფარისევლად არ მაქცევს არის ის, რომ ვაღიარო ჩემი მდგომარეობა, ჩემი მდგომარეობის ადეკვატური აღქმელი ვიყო. მე უვარგისი ვარ, მე არა ვარ ქრისტიანად წოდების ღირსი არა ვარ და შემიწყალე უფალო. იმიტომ არის იესოს ლოცვაში შემიწყალე და არა სხვა სიტყვა, თორე სხვა სიტყვა შეიძლება ყოფილიყო და სწორი იქნებოდა. უფალო იესო ქრისტე, დიდება შენ და დიდებული ლოცვა იქნებოდა. უფალო იესო ქრისტე, მადლობა შენ ყველაფრისათვის, დიდებული სიტყვა იქნებოდა. მაგრამ ნახეთ, მადლობასაც და დიდებასაც ფარისეველი სიტყვის, როგორც ის ფარისეველი ამბობდა, მადლობა ღმერთო შენ, რომ ესე იგი ყველაფერი კარგად ამაგდა, იმ ნაგავს არ გავარ, იქ რო არის ზის, მეზვერი. მაგრამ აი შემიწყალეს ნამდვილს, მხოლოდ მონანული ქრისტიანი იტყვის, ანუ ნამდვილი ქრისტიანი იტყვის. იმიტომ რომ სანამ შენ გადიდებ უფალო, სანამ შენ მადლობას გეტყვი, თუმცა მადლიერიც უნდა ვიყო და მადიდებელიც, პირველი რაც მე შენთან მიმაახლოებს არის დანახვა საკუთარი ნაგავისა, საკუთარი უსუსურობისა და გითხრა შემიწყალე. მე არ შემილია ამ ყველაფრის აღქმა. მე ვდგავარ აქ და რაღაცა შეიძლება განცდა მქონდეს, რომ რაღაც თეატრალურ წარმოდგენას მართავ და ეს ყველაფერი რაღაც ჩემს გარეთ ვალდებული ვარ ეს ტიპიკონ წმინდა მამების მიერ მოცემულია ეს ყველაფერი, მათ მიერ დახატული, გამშვენებული. მე ჩვენ ამას ვიმეორებთ უკვე მრავალი წელია და მე არა ვარ აქ. და ერთადერთი რაც მრჩება, ეს არის სინანული. და მონანული ადამიანი არ მრისხანებს, არ განიკითხავს, არ ცხოვრობს ზერელეთ, არამედ სიღრმისეულად უყოლებს თავის ცხოვრებას ღვთის შიშით, ღვთის კრძალვით, მოყვასისადმი ფაქიზი, რბილი, შიშნარევი მიდგომით, იმიტომ რომ ჩემ წინ ღვთის ხატი და მსგავსი არსება დგას, რომლისათვისაც ქრისტე მოკვდა, არ გამოაქვს განაჩენი ამ ადამიანისთვის. და ასეთი ადამიანი უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილია და იმ თავის რწმენას არ შეესაბამება, ასეთი ადამიანი ნელ-ნელა ხდება მადლის წყარო, იმიტომ რომ ასეთ ადამიანში იწყება გულის განწმენდის პროცესი. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სად თვითონ და სად ის რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად მიეცა, აი ამ უცნაური თვისების, რომელიც ამას სოფლის სულისათვის აბსოლუტურად უცხოა, ანუ სიმდაბლე რასაც ქვია, აი ამ უცნაური თვისებისათვის, რომელიც ქრისტეს დარის სათნოება, ამის გამო მას უფალი მადლს აძლევს და ნელ-ნელა თავად ხდება მადლის წყარო და უამრავი ადამიანის თავის გარშემო, უამრავი ადამიანისათვის თავის გარშემო მადლის მინიჭებელი და ხდება ჭეშმარიტად ნათელი ამას სოფლისა. და ამ ნათელს ხედავენ სხვები, იმიტომ რომ ბრწყინავს ამის ნათელი.
და ეს ხდება ნამდვილი ქრისტიანი სხვა ადამიანების გადამრჩენელი. და ჩვენ თუ ასეთები ვიქნებით, ნახეთ უკვე გლობალური ხასიათი ეძლევა ჩვენს რწმენას. ჩვენ თუ ასეთები ვიქნებით, ჩვენს გამო გარშემო ათასები გადარჩებიან. ჩვენ თუ გავანათებთ სიმდაბლით და მთელი საქართველოს გადარჩება. შეგვეწიოს უფალი, შეგვინდოს ჩვენი უსუსური და უბადრუკი რწმენა და მოგვანიჭოს პირველ რიგში განცდა თვისთაცოდვათა, ჩვენი უღირსების განცდა ღვთის წინაშე, რომ ის მაინც მოხდეს, რომ თუ არ ვწყინავთ, ის მაინც მოხდეს, რომ განგდებულ არ ვიყოთ აქედან ქრისტეს დარი სათნოების სიმდაბლის გამო. და მერე უკვე უფალი ინებებს, თუ ეს გვექნება, რომ ნელ-ნელა ის რწმენა, რომელიც ჩვენ მოგვეცა ჯვარცმული ღმერთისა, ჩვენთვის მომკვდარისა, ეს რწმენა ჩვენს გამოცდილებად იქცება, ანუ ქრისტე ჩვენს გულში დამკვიდრდება. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.